საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ კვირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს საღამოს საათებში თამარ ლორთქიფანიძემ თბილისში ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო. ასევე ბრალდებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანას. ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. მისმა ქმედებამ 3300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.